X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ კომპანიაში 2 წარმოუდგენელი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლის კონკრეტული მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელმაც შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. იაკარინო X მაშინდელ Twitter-ს 2023 წლის მაისში შეუერთდა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა პლატფორმა $44 მილიარდ შეიძინა. მისი მთავარი ამოცანა იყო სარეკლამო ბიზნესის აღდგენა, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ, რაც მასკმა შეერბილა კონტენტის მოდერაციის პოლიტიკა და აღადგინა ადრე აკრძალული ანგარიშები. იაკარინოს, რომელსაც NBC Universal-ში სარეკლამო მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდა, შეეროდა, რომ შეძლებდა მსხვილი ბრენდების ნდობის დაბრუნებას. თუმცა მისი მოღვაწეობა X-ში არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. ილონ მასკი, როგორც კომპანიის მფლობელი და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, შებოდა X-ის საჯარო სახედ და აქტიურად ერეოდა პლატფორმის მართვაში, რაც ხვდავდა იაკარინოს ავტონომიას. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იაკარინო ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტორი მხოლოდ ტიტულით იყო და მასკს ეს პოზიცია სრულად არასდროს დაუთმია. ბოლო დროს განსაკუთრებით კი გროკის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის გარშემო აგორებულმა სკანდალმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშა. გროკმა გამოაქვეყნა ანტისემიტური და ჰიტლერის ქების შემცველი პოსტები, მათ შორის საკუთარ თავს მექა ჰიტლერიც უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იაკარინო X-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მას მცირე კონტროლი ჰქონდა გროკზე, რაც მის შეზღუდულ უფლებამოსილებაზე მიუთითებდა. გარდა ამისა, სარეკლამო შემოსავლების კლება და კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავებიც ართულებდა მის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ იაკარინომ მოახერხა სარეკლამო ბიზნესის ნაწილობრივ აღდგენა, X-ის რეპუტაცია რეკლამის განთავსებელთა შორის სრულად არ აღდგენილა. იაკარინომ თავის განცხადებაში დაწერა, რომ 2 წარმოუდგენელი წლის შემდეგ მან გადაწყვიტა X-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მან მადლობა გადაუხადა მასკს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ამაყობს იმ ისტორიული ბიზნეს ცვლილებებით, რომლებიც გუნდთან ერთად განახორციელა. მისი წასვლა თანხმედრაშია მასკის სხვა ბიზნესებში არსებულ არეულობასთან, მათ შორის ტესლას გაყიდვების კლებასთან და აღმასრულებელთა წასვლასთან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იაკარინოსთვის X-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ყოველთვის რთული იქნებოდა და მან ბევრად მეტხანს გაძლო, ვიდრე მოსაოდნელი იყო. მისი მოულოდნელი წასვლა შესაძლოა მიუთითებდეს მასსა და მასკ შორის ურთიერთობის გართულებაზე. ლინდა იაკარინოს ქონების ზუსტი მოცულობა უცნობია, რადგან მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები საჯარო არ არის. თუმცა მას NBC Universal-ში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. ის კომპანიას 2011 წელს შეუერთდა და ბოლოს გლობალურ სარეკლამო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ასეთი მაღალი რანგის აღმასრულებლები, როგორც წესი, იღებენ მრავალმილიონიან ხელფასებს, ბონუსებს და აქციებს. ლინდა იაკარინოს ანაზღაურების კონკრეტული დეტალები არც X-ში გასაჯაროებულა. X-ი არ არის ვალდებული გაასაჯაროოს ტოპ მენეჯმენტის ხელფასები, როგორც ამას საჯარო კომპანიები აკეთებდნენ. თუმცა სავარაუდოა, რომ მისი ანაზღაურება X-ში მოიცავდა ფიქსირებულ ხელფასს, ბონუსებს, აქციების ოპციონებს ან კაპიტალის წილს.